მოგესალმებით. მე ვარ თამთა კიკოლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციების თემა არის ფასიანი ქაღალდების სამართალი. უფრო კონკრეტულად კი შევეხები ისეთ თემებს, როგორებიცაა ფასიანი ქაღალდების ცნება და რაობა, ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია, ფასიანი ქაღალდების გამოშვება და მათი მიმოქცევა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ქართული საფონდო ბირჟის თავისებურებანი და მისი შედარება უცხო ქვეყნების საფონდო ბირჟებთან, უმეტესწილად კი ამერიკულთან. თავდაპირველად შევეხები საკითხს იმის თაობაზე, თუ რატომ დავინტერესდი აღნიშნული საკითხით. ზოგადად იურისტები შეგუებულნი ვართ იმას, რომ სამართლის არაერთ დარგში საკანონმდებლო ხარვეზე გვიქმნის პრობლემას ნორმის პრაქტიკაში გამოყენებისას. ფასიანი ქაღალდების სამართალში კი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა. გულისხმობ იმას, რომ ფასიანი ქაღალდების მომწესრიგებელი ქართული საკანონმდებლო ბაზა სტრუქტურულად და საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა აგებული, მაგრამ სამწუხაროდ მისი გამოყენება პრაქტიკაში არ ხდება, რაც განპირობებულია რამოდენიმე მიზეზით. თავის დროზე პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც ხდებოდა ქართული კერძო სამართლის მომწესრიგებელი საკანონმდებლო სივრცის შექმნა, ქართველმა კანონმდებლებმა გაითვალისწინეს გერმანული და ამერიკული სამართლის მიდგომა ამ სფეროში და შექმნეს ამ ორი სამართლის ერთგვარი ჰიბრიდი ქართული კანონმდებლობის სახით. ამრიგად მივიღეთ პრაქტიკულად სრულყოფილი საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც პრაქტიკაში ნაკლები გამოყენება აქვს. შესაბამისად, ეს სფერო განსხვავდება სამართლის სხვა დარგებისაგან იმით, რომ სამართლის არასაკმარისი პრაქტიკის გამო ჯერ არ გვაქვს გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზები, შესაბამისად, არც მათი გადაჭრის გზები გვაქვს ნაპოვნი და ზოგადად ფასიანი ქაღალდების სამართალი ნაკლებად შესწავლის სფეროდ მიიჩნევა ქართულ დოქტრინაში. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ფასიანი ქაღალდების სამართლის განვითარება და მისი პოპულარიზება, ცალსახაა. სამართლის ეს სფერო უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ზოგადად ბიზნეს სეგმენტის განვითარებისათვის. გარდა ამისა, ქართული ფასიანი ქაღალდების სამართალი თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არის ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დიდი კაპიტალის მარტივად და უსაფრთხოდ მიმოქცევა სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტში, რაც ბიზნესმენებისათვის გაცილებით უფრო დიდი კომფორტია, ვიდრე მატერიალური ან ელექტრონული ფულის მიმოქცევა. ფასიანი ქაღალდების სამართლის მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, რომელთა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი გვთავაზობს ცნებას ფასიანი ქაღალდებისა, რომლის თანახმადაც ეს არის მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან მათი კომბინირებული ვარიანტით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ ცნებიდან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდი არის ერთგვარი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი სპეციფიური ნიშან-თვისებები და რომლის წყალობითაც ის ვაჭრობის უფრო მოსახერხებელი საშუალებაა, ვიდრე ვთქვათ ფული. ფასიან ქაღალდს, როგორც გარიგებას, ახასიათებს ფორმალურობის ნიშანი, რაც გულისხმობს, რომ ფორმის დაუცველად გამოშვებული ფასიანი ქაღალდი დიდი ალბათობით ვერ წარმოშობს ვალდებულებებს და შესაძლებელია მისი ბათილად ცნობის საკითხი დადგეს. ფორმაში მოიაზრება როგორც შინაარსი, ისე რეკვიზიტები. ფასიანი ქაღალდი ხასიათდება ლიტერალობით, რაც გულისხმობს მისი მფლობელის უფლებას მოითხოვოს მოვალისაგან მხოლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რაც დოკუმენტშია მითითებული. ანუ ვალდებულების შინაარსი თავად დოკუმენტითვე განისაზღვრება. ფასიანი ქაღალდის ლიკვიდურობა გულისხმობს მის უნარს სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე გაიცეს შემდეგ მფლობელზე. ამ ნიშანთან ერთად ფასიან ქაღალდებს ახასიათებს მოგებისაკენ მიმართულობა, რაც მჭიდროდ უკავშირდება მის ლიკვიდურობას. კიდევ ერთი ნიშანი, რითიც ხასიათდება ფასიანი ქაღალდები, ესაა საჯარო უტყუარობის ნიშანი, რაც ნიშნავს ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს და ფასიანი ქაღალდების ერთიანი რეესტრის ჩანაწერის უტყუარობას.
ეს ყველა ნიშანი ქმნის იმის გარანტიას, რომ ფასიანი ქაღალდები ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად არის საიმედო და მოსახერხებელი გზა. საინტერესოა ფასიანი ქაღალდის, როგორც გარიგების იურიდიული ბუნება. თუ ფასიან ქაღალდს სალხრივ გარიგებად ჩავთვლით, მაშინ დოკუმენტი ფასიან ქაღალდად ჩაითვლება და იურიდიულ ძალას შეიძენს შედგენისთანავე, ანუ მოვალის მიერ ნების გამოვლენისთანავე. მაგრამ რეალურად პირის სურვილის შეადგინოს ფასიანი ქაღალდი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისსავე სურვილს იყოს ვალდებული ამ დოკუმენტით. ფასიანი ქაღალდი არ შეიძლება ცალმხრივ გარიგებად ჩაითვალოს, ასევე იმის გამოც, რომ იგი არ ითვალისწინებს მოვალის უპირობო უარს თავის ვალდებულებაზე, რაც დამახასიათებელია ცალმხრივი გარიგებისათვის. ამრიგად, ფასიან ქაღალდში გამოხატული ურთიერთობა ორმხრივი გარიგება, ანუ ხელშეკრულებაა, მაგრამ მთელი რიგი სპეციფიური ნიშნებით ხასიათდება. ფასიანი ქაღალდი, როგორც გარიგება, შეიძლება იყოს როგორც აბსტრაქტული, როგორიცაა ჩეკი, ისე კაუზალური, მაგალითად, როგორიცაა სასაწყობო მოწმობა. ფასიანი ქაღალდის აბსტრაქტულობა ნიშნავს არა იმას, რომ ის უსაფუძვლოდ გაიცა, არამედ იმას, რომ ეს საფუძველი დოკუმენტში არ აღინიშნება. ფასიანი ქაღალდების აბსტრაქტულ და კაუზალურ გარიგებებად დაყოფის მნიშვნელობა იმაში ვლინდება, რომ დოკუმენტში მისივე გაცემის საფუძვლის აღნიშვნა იწვევს მის ბათილობას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ფასიანი ქაღალდების გაცემისას და მისი ბაზარზე მიმოქცევისას არ მოწმდება მისი გაცემის საფუძვლები. თუ ფასიანი ქაღალდი ვინმეს მფლობელობაში ან დემატერიალიზებული სახით აღნუსხულია ვინმეს მფლობელობაში, საჯარო უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ ფასიანი ქაღალდის კეთილსინდისიერი მფლობელი სწორედ ეს პირია. ეს არის მნიშვნელოვანი თავისებურება, რითიც ხასიათდება ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების არაერთი კლასიფიკაცია არსებობს. თვითონ ცნებიდან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდი შეიძლება იყოს წილობრივი ან სასესხო. სასესხო ფასიანი ქაღალდი ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე. იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს. სასესხო ფასიანი ქაღალდების სახეა ბანკნოტი, ობლიგაცია, ბონდი, დეპოზიტი და სხვა. როგორც წესი, სასესხო ფასიანი ქაღალდი გამოდის გარკვეული დროით და მისი დაფარვა ხდება გამოშვების მიერ ვადის დასრულებისათვის. შესაძლებელია ამგვარი ფასიანი ქაღალდი დაცული იყოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებითაც. ხოლო წილობრივი ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში. მისი ყველაზე ტიპური სახეა აქცია. აქციის მოწესრიგებასა და კლასიფიკაციას გვთავაზობს მეწარმეთა შესახებ კანონი. აქცია შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი, ისე პრივილეგირებული. ჩვეულებრივი გულისხმობს ხმის უფლების მქონეს, ხოლო პრივილეგირებულ აქციას ხმის უფლება არ გააჩნია, თუმცა მასში დეტალურადაა გაწერილი დივიდენდის მიღების უფლება და უპირატესად სწორედ ამ ტიპის აქცია კმაყოფილდება საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ქართულ კანონმდებლობაში აქცია მხოლოდ სახელობითი, ანუ პირადი ფასიანი ქაღალდის ფორმით არსებობს. გვხდება აგრეთვე ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდი, რომელიც აერთიანებს სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების მახასიათებლებს. პრივილეგირებული აქცია ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდია, რადგან წარმოადგენს შუალედურ კლასს წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია ხდება საწარმდგენლო, საორდერო და სახელობით ფასიან ქაღალდად. საწარმდგენლოა ისეთი ფასიანი ქაღალდი, რომელთაც მისი გამცემი დოკუმენტის მფლობელს გადახდეს პირდება, რაშიც იგულისხმება, რომ კრედიტორი, ანუ ფასიანი ქაღალდის მოვალი, ანუ ფასიანი ქაღალდის მფლობელი წარადგენს ფასიან ქაღალდს, ხოლო მოვალე ვალდებულია ყოველგვარი საფუძვლების გადამოწმების გარეშე შეასრულოს ფასიან ქაღალდში მითითებული ვალდებულება. საორდეროა ფასიანი ქაღალდი, რომლის საშუალებითაც მისი გამცემი დოკუმენტის წარდგენისას გადახდეს პირდება ფასიან ქაღალდში დასახელებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორი მოვალეა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ფასიან ქაღალდში მითითებული პირის წინაშე. ვალდებულების შესრულებისას მოვალი არ არის უფლებამოსილი, გამოარკვიეს თუ რის საფუძველზე გადაეცა კრედიტორს ფასიანი ქაღალდი. რაც შეეხება სახელობით იგივე პირად ფასიან ქაღალდს, მისი განახდება შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ვინც მითითებულია ფასიან ქაღალდში.
ცნობილია ფასიანი ქაღალდების სხვაგვარი კლასიფიკაციაც: საინვესტიციო, სავაჭრო და საქონელ-განმკარგავი დოკუმენტები. ამ კლასიფიკაციის საფუძველი ფასიანი ქაღალდების ეკონომიკური მიზანი უფროა, ვიდრე მისი იურიდიული ბუნება. ამგვარი კლასიფიკაცია უფრო მეტად ამერიკული სამართლისთვისაა დამახასიათებელი. საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის გამოცემით კრედიტორი გადასცემს ემიტენტს, ანუ გამომშვებს გარკვეული ღირებულების აქციებს. ემიტენტი კი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ახდენს სახსრების მობილიზაციას თავისი პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით. ანუ რეალურად ემიტენტი დამოუკიდებლად ვაჭრობს კრედიტორის კუთვნილი აქციებით, ხოლო განკარგვით მიღებული მოგების გარკვეულ ნაწილს მათი შეთანხმებისამებრ უხდის კრედიტორს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მოგებას. ქართული კანონმდებლობა იცნობს საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, ხოლო შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. სავაჭრო ფასიანი ქაღალდი არის საბრუნავი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს უპირობო ბრძანებას ან დაპირებას გარკვეული ფულადი თაღის გადახდის შესახებ პროცენტით ან უამისად, დაპირებაში ან ბრძანებაში მითითებული დანარიცხებით. მისი სახეებია ნოუთი, რომელიც გავს მარტივ თამასუქს, დრაფტი, იგივე გადასაპირებელი თამასუქი, საბანკო ჩეკი, სალაროს ჩეკი და მაგალითად ტურისტული ჩეკი. რაც შეეხება საქონელ-განმკარგავ ფასიან ქაღალდებს, მისი სახეებია კონოსამენტი, სასაწყობო მოწმობა და სხვა. საქონელ-განმკარგავი ფასიანი ქაღალდები იმ თავისებურებით ხასიათდება, რომ მასში გათვალისწინებული პირობის შესაბამისად საქონელი უნდა გადაეცეს დოკუმენტის წარმომდგენს, ან უნდა გაიცეს დასახელებული პირის განკარგულებისამებრ. შესაძლებელია ფასიანი ქაღალდები სხვაგვარი კლასიფიკაციითაც წარმოვადგინოთ. იმის მიხედვით, თუ ვინ არის მოვალე, ფასიანი ქაღალდი შეიძლება დავყოთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდად, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფასიან ქაღალდებად. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეა ობლიგაცია. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ სამთავრობო ფასიან ქაღალდებსაც უწოდებს. იურიდიულ პირთა ფასიანი ქაღალდი შეიძლება იყოს ობლიგაცია, აქცია, ხოლო ფიზიკურ პირთა ფასიანი ქაღალდების სახე არის თამასუქი ან ჩეკი. აგრეთვე განასხვავებენ საემისიო ფასიან ქაღალდებს და ფასიან ქაღალდებს, რომელთა გამოცემაც ხდება მოვალის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საემისიო ფასიანი ქაღალდების განთავსება ხდება კლასების მიხედვით. საემისიო ქაღალდის ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები ადასტურებენ იდენტურ უფლებებს. როგორც წესი, საემისიო ფასიანი ქაღალდები საწარმდგენლო ან პირადი ფასიანი ქაღალდებია, ხოლო ფასიანი ქაღალდები, რომელიც ცალკე გაიცემა, შეიძლება იყოს როგორც საწარმდგენლო, ისე საორდერო. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია გარკვეული კლასიფიკაცია მოვახდინოთ ფასიანი ქაღალდებისა.